ერთი ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური თემა დაკავშირებული ქართულ ხელოვნებასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებთ სრულყოფილად ამაზე საუბარს, იმიტომ რომ იმდენ სახელს მოიცავს, იმდენ მოვლენას, მიმდინარეობას და ასე შემდეგ, რომ შეუძლებელია ამოვწუროთ ახლა. მაგრამ ალბათ რაღაც ძირითად საკითხებს შევეხებით. პირადად ჩემთვის ეს იყო ესეთი პროცესი, რომელმაც მოიტანა ჯერ დავით კაკაბაძის თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და რჩება ჩემთვის ჩემს კვლევით სამუშაოში და ამასთან კავშირში რა თქმა უნდა მოდერნიზმის თემა ქართულ ხელოვნებაში, ავანგარდი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ის, რაც საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართულ კულტურას, ხელოვნებას და ნამდვილად უჩვენებს, რომ ეს არის დასავლური კულტურის ნაწილი, აზროვნების, რაც მთავარია, აქ აქვს მნიშვნელობა სწორედ აზროვნებას. ხელოვნების რომელ სფეროებში იყო მოდერნიზმი ყველაზე მკაფიო და ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატული ჩვენს ქვეყნის მაგალითზე, რა ვთქვათ? თითქმის ყველაფერი მოიცვა, იცით, ფერწერა, გრაფიკა, წიგნის დიზაინი, ფილმის და თეატრის დიზაინი, კინო თავისთავად, თეატრი, რა თქმა უნდა. ჩემთვის ჩემი ძირითადი კვლევის საგანი მაინც უფრო სახვითი ხელოვნებაა, მაგრამ ჩვენ ახლა ამელი ქაზარიანცის სახლში ვიმყოფებით და თუნდაც არნუვოს ნიმუშები საქართველოში, რაც კარგად უჩვენებს, რომ ეს სტილი ხო თავისთავად არნუვო, თანამედროვე, ახალი ხელოვნება, მოდერნული ხელოვნება, მოდერნიც ეწოდებოდა ამ სტილს, უკვე მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იყო აქ განვითარებული ეს მიმდინარეობები, რომლებიც დამახასიათებელია ევროპული ხელოვნებისთვის, არქიტექტურისთვის. და რა იყო ეს საერთოდ მოდერნიზაციის ეპოქა იყო არა, რომელმაც მოიტანა უამრავი სიახლე, სატრანსპორტო საშუალებები, ინფორმაციის გავრცელების საშუალებები და ამან ყველაფერმა შეცვალა ადამიანის ყოფა, ზოგისთვის ყოფა, მაგრამ ისეთი შემოქმედი ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სამყაროს უკვირდებიან, ამ სიახლეს ითვისებენ და ახლებურად აღიქვამენ, ისინი შესაბამის ფორმებს ეძებენ ამ სიახლეთა გამოსახატად. პირველი ასეთი იყო ფიროსმანი, რა თქმა უნდა, რომელსაც შეიძლება უწოდოთ პლანერი, მოდერნიზმის ხანის წარმომადგენელი პირი, რომელიც მოძრაობს ქალაქში, ეს ხომ ურბანიზაციის და ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ქალაქში, რომელსაც უკვირდება, ჭრეთს გარედან, არის დაკავშირებული ხალხთან და ამავე დროს განდგომილია, რომელიც იღებს ამ ქალაქს და თან განაგდებს მას და აი ამ პროცესში ის ქმნის ისეთ ფორმებს სრულიად თანამედროვეს, მოდერნისტულს, თითქმის აბსტრაირებას ახდენს გამოსახულებების, რომ ის დგება იმ რიგში, რომელიც მოდერნიზმის ხანის, რასაც მოდერნიზმის ხანის ხელოვნება ეწოდება. და ფიროსმანმა მისცა შთაგონება მთელ შემდგომ პლეიადას ქართველი მხატვრებისა, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს იყვნენ კირილე და ილია სტანევიჩები, რომლებმაც მიაკვლიეს მის ნამუშევრებს მიხეილ ლედანჭოსთან ერთად და შემდეგ მათ სწორედ ისინი იყვნენ სულის ჩამდგმელები და ლიდერები ავანგარდული მოძრაობის, რომელიც აი აქ მაშინდელი გოლოვინის და ახლანდელი რუსთაველის გამზირზე გაიშალა როგორც დიდი სპექტაკლი, ან დიდი ტალღა, რომელმაც გადაუარა ამ გამზირს თავისი კაფეებით, ტიპოგრაფიებით, კლუბებით, გალერეებით, თეატრებით, რაც მთავარია და სხვადასხვა მოვლენებით, რომლებიც განვითარდა, რის ერთ-ერთი ასეთი არტეფაქტად შემოხრჩა ქიმერიონი რუსთაველის თეატრის სარდაფში, ქიმერების სამყოფელი. და ეს პოეტები, რომლებიც აქ მოძრაობდნენ, მოღვაწეობდნენ, ქმნიდნენ, ეს ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ აი ასეთ საოცარ ეპოქას, ეს იყო დიდი ორკესტრი,
აი აქ უკან არის კირილე ზდანევიჩის ნამუშევარი, მისი ორკესტრული მხატვრობის ნიმუში, მისი ავტოპორტრეტი, რომელსაც ასევე გამოსახულნი არიან მისი მეუღლე ვალიშევსკა და ლადო გუდიაშვილი, კარა დარვიში, ალექსეი კრუშონიხი. ეს თუნდაც ეს სურათი უჩვენებს, რომ ეს ამავე დროს იყო ინტერნაციონალური მოვლენა, უამრავი პოეტი, მხატვარი იყო ჩამოსული და ისინი ერთად ქმნიდნენ პერიოდს და ასეთ ეპოქალურ ფაზას ქართულ ხელოვნებაში და ლიტერატურაში, ზოგადად კულტურაში. ეს იყო და ამას ყველაფერს გაგრძელება აქვს თბილისის შემდეგ პარიზში, უბრალოდ პარალელურად, იმიტომ რომ 1919 წელს ვიცით რომ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი ისინი გაემგზავრნენ დამოუკიდებელმა მთავრობამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში დამოუკიდებელია საქართველო უკვე თუნდაც იმ 3-4 წლის განმავლობაში და მათ აქვთ სრული თავისუფლება იმისათვის, რომ შემოქმედებითი თავიანთი იდეები გამოხატონ და მთავრობა იმაზე ზრუნავს, რომ ნაწილი ამ მხატვრების გაემგზავროს უცხოეთში. და იქ პარიზში ხდება ის, რომ აი ეს მხატვრები მათთან ერთად კიდევ შალვა ქიგოძე, ელედი ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები არიან მონაწილე ამ მთელი ამ ეპოქის წარმომადგენლები და განსაკუთრებით უნდა გამოყო, რა თქმა უნდა, დავით კაკაბაძის მნიშვნელობა როგორც ეპოქალური ასეთი აზროვნების მხატვრის, რომელიც როგორც ფერმწერი, როგორც გრაფიკოსი, როგორც კინოსა თეატრის დიზაინერი, როგორც წიგნის დიზაინერი და თეორეტიკოსი, გამომგონებელი. ყველა მხრივ იყო ესეთი ნამდვილად გამოხატავდა იმ ეპოქას, რომელსაც თვითონ მანქანის და მაშინიზმის და კინემატოგრაფის ეპოქას უწოდებდა. და არ არის გასაკვირი ის, რომ სწორედ დავით კაკაბაძის ნამუშევრები იყო შეარჩიეს კეთრინ დრაიერმა და მარსელ ზუშანმა პარიზში სხვა დიდ იმ დროის უდიდეს ფიგურებთან ერთად, როგორებიც იყვნენ მონდრიანი, კანდინსკი და მრავალი სხვა და ბრუკლინის მუზეუმში 1926 წელს დავით კაკაბაძე ამ სხვა მხატვრებთან ერთად წარმოაჩენდა და მოქანდაკეებთან ერთად წარმოაჩენდა იმ ეპოქას ევროპული ხელოვნების ავანგარდს. სწორედ ამის ჩვენება უნდათ ამერიკელი მნახველისთვის, დამთვალიერებლისთვის ამ გამოფენის ავტორებს. და დავით კაკაბაძის განსაკუთრებული დამსახურება, ჩემთვის როგორც მკვლევარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამის მიკვლევა, რომ ის არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ქმნის ბიომორფულ, ანუ ორგანულ აბსტრაქციას, სიურრეალისტურ აბსტრაქციას. ერთ-ერთი პირველი არფთან, მიროსთან, ერნსტთან ერთად. ამგვარად ყოველ მხრივ ის არის ავანგარდში მოდერნისტული, ავანგარდული ხელოვნების. დაუსრულებლად შეიძლება, ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ის რაც აქ დაიწყო, ის გაერთიანებები კიდევ ფუტურისტული და მათ შორის 51 გრადუსი, რომელიც თვითონ ეს დასახელება გამოხატავს იმას, ეს თბილისის განედის მიმნიშნებელია და გამოხატავს იმას, რომ ეს ყველაფერი თბილისთან არის დაკავშირებული და აი ამ 51 გრადუსმა შემდგომ უკვე განაგრძო სიცოცხლე პარიზში ილია ზდანევიჩის დამსახურებით. მაშინ როდესაც აქ უკვე შეუძლებელი იყო ამ ავანგარდული იდეების განვითარება და რა თქმა უნდა 51 გრადუსის ნაირი გაერთიანება აღარ არსებობდა. ილია ზდანევიჩმა შეუნარჩუნა ამ მიმდინარეობას სიცოცხლე საფრანგეთში და ეს პერიოდი სრულდება ერთი ეტაპი 1920 წელს, როდესაც ილია ზდანევიჩი და კირილე და ილია ძმები ერთმანეთს ხვდებიან კონსტანტინოპოლში და ერთი საფრანგეთიდან ბრუნდება საქართველოში და მეორე მიემგზავრება პარიზში.
და ამის შემდეგ საქართველოს კარგავს დამოუკიდებლობას და მათი გზები გაიყრება. ისინი კირილე ვეღარ მოახერხებს პარიზში ჩასვლას, თუმცა ეს მისი სურვილი იყო. და ასე სრულდება ის ეტაპი საერთოდ, მაგრამ შემდგომ უკვე 1922 წელს ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს მოვლენები. კოტე მარჯანიშვილი ჩამოდის საქართველოში, ის დაარსებს თეატრს, განაახლებს ქართულ თეატრს, როგორც თვითონ წერდა ექსპრესიონისტულ თეატრს ქმნის და აქ უკვე შემოდის თეატრი თავისი მნიშვნელობით და თუ მხატვრებზე ვისაუბრებთ, ირაკლი გამრეკელი, მერე პეტრე ოცხელი, იგივე დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ისინი ყველანი მოღვაწეობენ როგორც თეატრის დიზაინერები და ასევე ფილმის იგივე მხატვრები აფორმებენ ისეთ ფილმებს, როგორც იყო ჩემი ბებია, ჯიმ შვანტე და ბუბა და სხვები და სხვები. ქალბატონო კეთებან, რა არის მოდერნიზმი დღევანდელ კონტექსტში? როგორ შეიძლება ის გავიაზროთ? დღეს უკვე ჩვენ აღარა ვართ მოდერნიზმის გაიარა მოდერნიზმა, ჩვენ სადღაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში 50-იან წლებიდან, მეორე ნახევრიდან სახვით ხელოვნებაზე როცა ვსაუბრობთ, უკვე პოსტმოდერნიზმის ხანაში და დღეს ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე პოსტმოდერნიზმის ხანაშიც არა ვართ, ეს უკვე ელექტრონული გამოსახულებების ეპოქაა და უკვე სხვა ეტაპია, რაც მჟღავდება ხელოვნებაში და ლიტერატურაში. ისევ იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ყველა სიახლე და ამდენი სიახლე მოიტანა ახლა უკვე ამ ეტაპმა ჩვენ კაცობრიობის განვითარების, რომ რა თქმა უნდა ამ გამოსაყენებელ ნივთებს, რომლებიც ჩვენ ყოფას ამარტივებენ და უფრო სწრაფად შეგვიძლია ბევრი საქმის გაკეთება, რომელსაც მანამდე აი მე-19 საუკუნეში სხვა ტემპით აკეთებდნენ ადამიანები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შემოქმედ ადამიანებზე, აი პროგრესულად, ავანგარდულად მოაზროვნე ადამიანებზე ისე ზემოქმედებას ახდენს ზეგავლენას, რომ ისინი ამ ახლებურ ხედვას, ახლებური ფორმებით გამოსახავენ. დღეს ძნელია ესე ზუსტად ჩამოყალიბება, ვთქვათ, საერთოდ ყველაფერს დრო ჭირდება მოდერნიზმის შეფასებასაც, პოსტმოდერნიზმის ახლანდელი ეტაპის, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება მუდმივი დაკვირვება და რაღაც პერიოდი იმისათვის, რომ ზუსტად ჩამოაყალიბო თუ რა არის დღეს, რა ხდება და თუმცა ჩანს, რა თქმა უნდა, მკვლევარისთვის. მე ხა მაგალითად ისევ მიუხედავად იმისა, რომ მე მთელ ამ პროცესზე ვმუშაობ თვითონ პოსტმოდერნიზმის უახლეს ხელოვნებაზე, როგორც ქართული, ისე ზოგადად მსოფლიო ხელოვნების მასშტაბით, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ კონტექსტში განვიხილო ის მოვლენა, ის მხატვარი, რომელზეც ვმუშაობ. ახლა ამჟამად ჩემი წიგნის თემა არის ზიგა ვალიშევსკი. მე ვახსენებ ვალა ვალიშევსკი, რომელიც იყო კირილეს დანიელის მეუღლე, მისი ძმა ზიგა ვალიშევსკი, ზიგმუნდ ვალიშევსკი იყო ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იმ ქართული ავანგარდული მოძრაობის, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით და ისევ ვუბრუნდები, ამიტომ რა თქმა უნდა, მან 1920 წელს დატოვა საქართველო და წავიდა პოლონეთში, შემდეგ პარიზში ცხოვრობდა 8 წლის განმავლობაში, უკან დაბრუნდა და 36 წელს გარდაიცვალა, ასე რომ მისი შემოქმედება არ მოიცავს არ არის მხოლოდ თბილისის პერიოდი, მაგრამ აი რო წიგნის პირველი ნახევარი ისევ ქართულ ავანგარდს ეხება და იქ კიდევ ხედავ რამდენი საკითხია, რომელთა სიღრმეში შესვლაც ძალიან და დღევანდელი პერსპექტივით განხილვა ასე საინტერესოა და მნიშვნელოვანია.